დაჭრისთვის დაკავებული სახლთან ამ დრომდე პოლიცია მობილიზებული, რადგან როგორც ადგილზე ამბობენ, მოკლულის ოჯახის მხრიდან არსებობს შურისძიების საფრთხე, რაც შეეხება დაკავებულ სისახლე წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ელოდება ბრალის ოფიციალურად წარდგენას. მის შესახებ კი სოფელში მისი მეზობლები და თანასოფლელები ამბობენ, რომ მას ის ხშირად დადიოდა სანადიროდ და ჰქონდა გაფორმებული სანადირო თოფი, თუმცა აქ აცხადებენ იმასაც, რომ მკვლელობისთვის დაკავებულს ჰქონდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და ისინი სვამენ კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა ასეთი პრობლემების მქონე ადამიანის ხელში იარაღი, ანუ როგორ მისცა სახელმწიფომ იარაღის შენახვის და ტარების უფლება. რაც შეეხება მოკლულს, ზურაბ იმერლიშვილი არის ბებნისის ადმინისტრაციულ ერთეულში ქარელის მერის წარმომადგენლის ძმა, რომელიც როგორც ადგილზე ამბობენ, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დაბრუნდა საქართველოში. ის იმყოფებოდა საფრანგეთში მკურნალობის მიზნით, რადგან როგორც ამბობენ, მას ჰქონდა გულის პრობლემები და უკვე მოგვიანებით ამ ვიზიტის შემდეგ აპირებდა კიდეც ცოლშვილის საფრანგეთში წაყვანას. თვალები იყვნენ და არავინ არ იცის შიგნით რა მოხდა, ეთქობა რაღაცაზე შეხედნა რაღაცა, უბრალოდ რამე კონფლიქტური რაღაც წავიდა და მე ესე იყო სასმლისგან გადასული წრეს რო გააკეთა ეგა ნებისმიერი ოჯახის წევრი ვინც იქნებოდაო, კარების ვინც გააღებდა იგივე სიზამდაო. პირდაპირ ამ ბიჭზე არ იყო კონცენტრირებული ნებისმიერი, უბრალოდ დაემთხო რომ ამ ბიჭმა გააღო კარები, ალაყაფის კარები რომ ისულა და დაახალა. გარდაცვლილი იყო ძალიან კარგი ადამიანი, ერთი ცუდი, აი არავის არის, იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ამდენი წლები ახლა ქალბატონი მომდევნო საფრანგეთმა იმ პროგრამაში იყო იქ. საფრანგეთმა აცოცხლა, გულის პრობლემა ჰქონდა სერიოზული. ჩამოვიდა სამშობლოში და ვიღაცა მაიმუნის არაობის ხელით ეს მოუვიდა. უმაღლესი ბიჭი იყო ეს, რომელიც მოკლეს კაცი. უმაღლესი. სწარი, ნიჟი, სულაც იყო საწყალი საზოგადოებაში წაიყვანეს და ჩამოვიდა 40 აქა. ხო და თავისული აქა ყავდა სულშვილი და მოკლეს. გუში ჩამოვიდა, გუში მოკლეს. მეზობელი იყო ვინც მოკლა? ის მეზობელია, ეს მეზობელია. მაგრამ ეს უმაღლესი ბიჭი იყო, რომელიც მოკლა. ისა ცოტა ნადირობას როკაცი დაიწყებს. ხალხზე სროლას, აბა ნორმალურია ისა ბიჭი. ძალიან სროლა იყო მაგარი და რო გავედით უკვე მოკლა მეზობელი ჩამოსული იყო საზღვარგრეთ იყო სიდედრის 40 იყო და ეგრე მოკლასაც ნახეთ თქვენ გახვედი საცოდავი ბიჭი იყო ისეთი კარგი ის ბიჭიც ეს მეზობელი იყო წავიდოდა წყნარად მიდიოდა მოდიოდა და რა ვერა მოუვიდა ნასვამი იყო და აი ეგრე იყო ძალიან კარგი პიროვნება დავკარგეთ ძალიან კარგი ადამიანი დაი მე წინაპირობას უფრო ყოფილა ხო რაღაც ესეც მოყარიყო არ ვიცი არაფერი არის აი მოკლული ზურაბი იმერლიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, რაც შეეხება დაჭრილ პოლიციელებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი მათგანი კვლავ რჩება კლინიკურ დაწესებულებაში და მისი სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.